უდიდესი პრობლემაა, რომ ტელევიზია არ არის დაინტერესებული ფაქტიურად ქართული ფეხბურთით. საერთოდ რაღაც ინტერესის და საუბრის დონეზე კი გამიგია, რომ იყო რაღაც მოლაპარაკებები, მაგრამ ფაქტია, რომ არ იღებს მონაწილეობას, რაც შეიძლება იყოს ყველაზე დიდი სპონსორი ფეხბურთისთვის, ხო? სხვა ქვეყნების მაგალითს თუ აიღებთ, თუ არ ვცდები ბოდიშო გაწყვეტენ, ამ შემთხვევაში ერთ-ერთი ტელევიზია სახელი რუარ შემაშალოს არ ვიტყვი, მაგრამ ვიცი რომ იყო აქ ჩემს სტუმარს აქვს ნათქვამი და ამ შემთხვევაში ფედერაციამ თქვა უარი თანამშრომლობაზე თუ არ ვცდები. ხო, იცით რა არის, შეიძლება კი მეც დაახლოებით ვიცი, რასაც გულისხმობ, უბრალოდ წინადადებაც ისეთი უნდა იყოს, რომ ფედერაცია კლუბები ყველას უნდა აწყობდეს ეს. უბრალოდ ახლა ტელევიზია შემოვიდეს ფეხბურთში და დაუთმო რომელიმე ტელევიზიას ეს ჩემპიონატი, საინტერესო უნდა იყოს კლუბებისთვის, საინტერესო უნდა იყოს ფედერაციისთვის და ხო, მონგებიანი უნდა იყოს. იგივე მდგომარეობა თუ შენარჩუნდა ტელევიზიის შემოსვლას ფეხბურთში რა აზრი აქვს, ხო? თუ შემოვა ცოტა მასშტაბურად და არის ამის ფინანსური საშუალება, დარწმუნებული ვარ, ხა სტატისტიკა ყველაფერი დათვლადია. სრული ვიდეო ნახე Newsmakers-ის YouTube არხზე. თუ მოგეწონა ეს ვიდეო, დაალაიქე და გამოიწერე არხი, რომ არ გამოგჩეს შემდგომი საინტერესო სიახლეები.